ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა ყველა ქვეყნისათვის, რომლის მიხედვითაც ძვირი ელექტროენერგია თურმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და რაც უფრო ძვირი იქნება ელექტროენერგია, მით უფრო ჯანმრთელი და ბედნიერები ვიქნებით ჩვენ. მე ვარ გია და ვლაპარაკობ ყველაფერზე, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. გამარჯობათ. რა თქმა უნდა, ეს შესავალში ნათქვამი იყო ხუმრობა, მაგრამ ის როგორც ამბობენ, ისეთ ხუმრობას რა უთხარით, თუ მაშინ ცოტა სიმართლის მარცვალი არ არის. ჩვენთან გაიზარდა ტარიფები, ყველას მოგვივიდა უკვე გადასახადები გაზრდილი ტარიფებით და მე მინდა ვილაპარაკო იმ მიზეზებზე, თუ რატომ გაიზარდა ტარიფები. ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში ბევრს კამათობენ, რატომ გაზარდეს ტარიფები ესე პირდაპირ თქვათ 5 თეთრით, რაც სადღაც კილოვატების მიხედვით 20-დან 30%-მდე ზოგ შემთხვევაში მეტიც გამოდის გაძვირება. ეს მართლაც ისეთი ნაბიჯია, რომელიც მთავრობები ხშირად არ დგავენ. ამის მიზეზზე ამის მნიშვნელობაზე შემდეგ ბოლოსკენ ვილაპარაკებ, მაგრამ მე მინდა მანამდე აგიხსნათ თუ რატომ გაძვირდა დენი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. გადაცემები, რაც აღანას ვახსენე სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში მიდის კამათი იმაზე, რომ აქ ოფიციალურად გაცხადებული იყო, ეს საჭიროა რომ ინვესტიციები ჩაიდოს. რა თქმა უნდა, ინვესტიციები ჩასადებია და დარგი უნდა განვითარდეს, მაგრამ არ მესმის ერთი ესეთი რაღაცა, რომ ნებისმიერი კერძო კომპანია, რომელიც ინვესტიციას დევს, ის დევს საკუთარი მოგების ხარჯზე, საკუთარი შემოსავლებიდან. თუ ფული არ აქვს, ეს ძიღებს და არა მაგალითად აკისრებს სხვა სამ ინვესტიციების გადასახადს. მაგალითი მინდა მოგიყვანოთ ელემენტარულად, თქვა თქვენ ტაქსაობთ უბრალოდ და არ ვიცი, გაცვლა სამურაები გაქვს საყიდელი. თქვენ რა კლიენტი რო ჩაგიჯდებათ, ეტყვით რომ იცი რა, მე ინვესტიცია მაქვს, ჩასადები ამ მანქანაში სამურაები უნდა ვიყიდოთ, მოდი 10 ლარის მაგვირა 15 ლარი გადამიხადე. ხო ვერ ეტყვით ამას, ეტყვით და რა შედეგები მოყვება ამას, ბევრი ახსნა არ უნდა, გასაგები. ესე არის ესეც, ხო, კერძო კომპანიებია, აქვთ შემოსავალი, რომელსაც კაპიქს არ იღებენ, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, რომ განავითარონ თავის ქსელი. ოჯახაშენებულო, თუ აქედან ღებულობ შენ შემოსავალს, ეს არის შენი შემოსავლის ძირითადი წყარო, თუ ქსელმა არ იმუშავა გამართულად და იმას შენ შესავალისად მოგება შეგიმცირდება, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ქსელი გამართული იყოს და შენ მოგება მიიღო. ხო და თუ არ გააკეთებ კიდე ამას, რა ვიცი, მთავრობა უნდა აკეთებდეს ამას, რომ ჯერ პირველი გააფრთხილებ, მოუარე ქსელს, თუ არა და შედეგებს. მეორე დააჯერინე და მესამედ ბოლო-ბოლო ჩამოართვი. ეს დავუდე ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს, რომ ქსელი თვითონ განავითაროს და არა ჩვენ ხარჯზე განვითარდეს. მაგრამ ეს ინვესტიციების თემა შეიძლება ერთ-ერთი და არასწორი ასე ვთქვათ, არგუმენტი იყოს იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც მე დავასახელე. მთავარი მიზეზი დენის ტარიფების გაძვირების ჩემის აზრით არის შემდეგი. მოგეხსენებათ მწვანე ენერგეტიკის თემა სოფლიოში რა ხდება, დეკარბონიზაცია, მწვანე ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი როდიდან დაიწყო, თუ ჩაუღრმავდებით, მაგრამ ეს დაიწყო ჯერ კიდევ 2010-იანი წლებიდან. მოგეხსენებათ მზის პანელები დიდი ხანია არსებობს და ეს ფოტოელემენტებზე დამყარებული ეს ტექნოლოგია დიდი ხანი ჩემ ბავშვობაში იყო ჯერ კიდევ ეს პროგრამა. ტექნოლოგიები ვითარდება და მზის ენერგეტიკის მომხრეებს ჰქონდათ ილუზია, მაგალითად როგორც კომპიუტერები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ვითარდება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მზის პანელების საშუალებით მიაღწევდნენ, მარგი ქმედების კოეფიციენტს, მოკლედ ვთქვათ, მზის პანელების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიზრდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ რაღაც გარკვეულ ზღვარს მიაღწიეს ამ ფოტოელემენტებს, უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ. და აღმოჩნდა, რომ მზის პანელებისაგან მიღებული დენი ბევრად ძვირია, ვიდრე ხესებს რო თავი დავანებოთ, ყველაზე იაფია, ვიდრე თქვათ თბოელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია.
ეს ყველაფერი დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ ადრე მაქვს ნანახი ვიდეო, სადაც დეტალურად იყო ეს სამწუხაროდ მაშინ ვერ ჩავიწერე ეს ვიდეო და არც მქონდა მიზანი რომ ეს შემენახა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და შემდეგ ევროპიდან დაიწყეს იმ კომპანიებმა მოგახსენებათ ეს ყველაფერი მეგა კომპანიებს ეკუთვნით და ფულთან მიდის ეს ყველაფერი და გავლენებთან დაიწყეს ყველაფრის გატარება თავისი ლობისტების მეშვეობით. იქ სახელმწიფო სტრუქტურებში, პარლამენტებში, კონგრესში არ აქვს მნიშვნელობა, რომ მიიღოთ ისეთი კანონები, ისეთი რეგულაციები, რომ გაძვირებულიყო ნავთობზე ფასი, რათა თბოელექტრო და გაზზე, რათა თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ყოფილიყო დაახლოებით იმ ფასის მაინც, რაც ჩნდებოდა მზის და ქარის ენერგიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. მზის პანელებზე ვილაპარაკე და იგივე ხება ქარის გენერატორებს და ისინი საკმაოდ ძვირი ტექნოლოგიურად ტევადი დარგია. იქ უბრალოდ ლითონისაგან მოგეხსენებათ არ მზადდება ეს ქარის ტურბინები და მისი ეს ფრთები და ამ შემდეგ. იქაც იშვიათი მეტალები და საკმაოდ ძვირი ტექნოლოგია გამოიყენება ქარის ტურბინის დასამზადებლადაც. ამიტომ ჯერ კიდევ მე მინდა მოგიყვანოთ მაგალითი იმისა, რომ სანამ მაგალითს მოვიყვან ერთ მომენტს ვიტყვი, რომ ნებისმიერ საძიებო სისტემაში რო შეხვიდეთ თქვენ, ხელოვნური ინტელექტი ხა ძალიან გავრცელებულია და რო ჩაწეროთ დამოკიდებულება მწვანე ენერგეტიკის მიერ გამომუშავებული დენისა თბოელექტრო ნავთობის ფასზე. პირდაპირ ამოგიგდებთ ესეთ თემას, რომ ეს არის პირდაპირ დამოკიდებული და აშკარად წერია, რომ რაც უფრო მაღალი იქნება ნავთობზე ფასი, მით უფრო კარგად და სწრაფად განვითარდება ალტერნატიული მწვანე ენერგეტიკა. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. რაც შეეხება ეს ყველაფერი მაგალითები რო გითხრათ, პირველად დაიწყო 2000 ამ ნაწერი სხვათა შორის მე ჩავაგდებს მით ლინკებს ასე თქვათ ეს არის ყველაფერი ოფიციალური საინფორმაციო საშუალებებიდან მიღებული ინფორმაცია ეს არ არის ჩემი მოგონილი პირველი 2019-2021 წლებში დაიწყო მწვანე ენერგეტიკის პაქტი, რომელიც მწვანე პაქტი ევროკავშირმა მიიღო და ამავე პერიოდში მიიღო ბაიდენის ადმინისტრაციამ დეკარბონიზაციის დადგენილება. ეს ყველა მოგეხსენება მწვანე პაქტი, მწვანე ენერგეტიკის განვითარება და დეკარბონიზაცია, ეგრეთ წოდებული კარბონის კვალის, ანუ CO2 კვალის შემცირება ზოგადად მსოფლიოში და მისი გავლენა ეხა ყველაფერს იმდენად დავიდნენ იქამდე რომ ყველაფერზე კარბონის CO2 კვალს ითვლიან და ეს სადამდე მიგვიყვანს კიდე არავინ არ იცის მაგაზე შეგვიძლია ცალკე გადაცემაც გავაკეთოთ მაგრამ ამ CO2 CO2 მანქანებს რო ერჩიან ამ გამონაბოლქვსზე და იმაზე ხომ ერთი ვულკანი რო ამოფეთქას იმდენ CO2 გამოყოფს რომ ალბათ თელმა დედამიწაზე რაც მანქანები დადიან იმათ რო იაროთ ერთი წელი ვერ გამოყოფენ იმდენ CO2-ს იმის მაგივრად რომ ბენზინზე იფიქრებდა ის ტყვია და ესეთი მძიმე ლითონები და იმის შემცველობა არეგულირონ ამ CO2 კვალზე მიდიან ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ ამას მერე კიდე ხელი შეუწყო COVID-მა და ხელოვნურმა ბარიერებმა ესე იგი ხელოვნური დეფიციტის შექმნა და ასე შემდეგ ნავთობის მოპოვებაში ამას ახლა კიდე ხელს უწყობს ეს ირანის მოვლენები ორმუზის სრუტის გადაკეთვა ნავთობზე ფასების და ასე შემდეგ მაგრამ თავარი ის არის რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება რათა ნავთობზე ფასი გაზრდილიყო. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 90-იან წლებში ელცინის დროს მაგალითად ელცინი ამერიკელებს ეხვეწებოდა, რომ $10 ქვევით აღარ ჩამოიყვანოთ ნავთობის ფასი, თორე ხელფასებს ვეღარ მისცემ ჩემ ჩინოვნიკებსო და ეხლა რაღაც ნავთობი ყველამ კარგად ვიცი და ეს ნავთობის ფასი მერე დაიწყო ნელ-ნელა განვითარება 2000-იან წლებიდან დაიწყო ნელ-ნელა ნავთობის ფასის აწევა ზუსტად ამ მწვანე ენერგეტიკის ჭყალებში ესე ვიცოდი წახალისებისათვის. მე მინდა ეხლა ცოტა ტარიფებზეც ვილაპარაკო. თქვენ თუ იცით რომ ეხლა საქართველოს რატო ეხება ეს ეხლა მაგასთან მივალ რომ ეს
გორთან ქარის ქართლის ქვია მაგას ქართლის ქარის ელექტროსადგური ხო 2017 წელს გამოიმუშავა პირველი ენერგია საკმაოდ ნორმალურად მუშაობს მონგებიანი როგორ საკმაოდ მართალია დაგეგმვის სიმძლავრეზე როგორც წყაროები ამბობენ ვერ გავიდა მაგრამ ცოტა დააკლა პირველივე წელს და ეხლა რომ მიდის კიდევ მშენებლობა მაგას ქვია გოგნის ახალი გოგნის ქარის სადგური ქვია მან 28 ტურბინა უნდა დაიდას 224 მეგავატზე და შემდეგ მე ამ ციფრებზე არ შეგანწყეთ ეხლა ციფრების მოყვანი მთავარი მან პრინციპი რა არის რომ ენერგოპრო ზოგადად ელექტროენერგიის შესყიდვას ანუ მწვანე მოდით ესე ვთქვათ მწვანე ენერგეტიკის მიერ გამომუშავებელი ელექტროენერგიის ტარიფი არის დაახლოებით საქართველოში არის 6.7 ცენტი. ეხლა ეს ლარებში რო გადაიანგარიშოთ, ხო გასაგებია, სადაც 18-19 თეთრი გამოდის. ხო? და დენი რა ღირდა ჩვენთან ხო გასაგებია და ეხლა ენერგოპრო და ნებისმიერი მომხმარის ენერგოპროს მაგერად სხვაც რო იყოს, როდესაც მისგან თვითღირებულება ქარის გენერაციის არის 19 თეთრამდე ჯდება, ეხა დოლარმა დაიკლო და იმდეთ რომ მანამდე სადაც 20 თეთრი იყო კიდე დაახლოებით, ხო? ის ენერგოპროს თანხით არ იყიდის, იმიტომ რომ თვითონ ყიდის მაგ ფასად. ამიტომ იძულებული გახდნენ თვითონ ენერგიის გამომუშავება რომ რენტაბელური იყოს, უნდა გაიზარდოს დენის ფასი, რომ იმანაც იყიდოს, მოგება დარჩეს და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ დენის ფასის მომატება ზუსტად და ეს 5 თეთრი ზუსტად რა გახდა ხა ჩვენ 25-28 თეთრი გახდა დაახლოებით და ეს უკვე ქარის გენერაცია და იგივე მზის პანელების გენერაცია უკვე რენტაბელური ხდება ამ ფასებით, როდესაც ვთქვათ 6.7 ცენტად მიყიდის და იქ თუ საბითუმი იქნება შეიძლება უფრო ნაკლები, მაგრამ თვითღირებულება ეს არის, იმათა დარჩებათ თანხა და ენერგოპრო ციხეირებს. სხვადასხვა ისიც იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ აი მზის პანელებს ძალიან ბევრი აყენებს უკვე. სანამ მზის პანელების დაყენებას გადაწყვიტავთ, ენერგოპროში და იგივე არის ესკო, რომელიც ამ საბითო ანუ ენერგოპრო პირდაპირ ამ ქარის გენერაციას ასისტენტ არ ყიდულობს. ეს ის ყიდულობს ეგ ეწოდებული საბითუმოა არის ესკო მართალია დიდ თანხას არ იღებს ის თითო კილოვატში 0.09 თეთრი უწერია რომ თითო კილოვატში, მაგრამ ის მილიარდობით კილოვატზეა ლაპარაკი და შესაბამისად მცირე მოგება არ რჩებათ მათაც. მაგრამ ეს სხვა თემა ესკო ყიდულობს ამ ალტერნატიულ ენერგიას მომხმარებლისაგან და შემდეგ ის აწვდის ელექტროენერგოპროს თუ თელას. მაგათ მისი მეშვეობით ხდება ერთი და იგივე სხვათაშორის ესკოს მეშვეობით ხდება როდესაც დეფიციტის დროს ელექტროენერგიის იმპორტი. ეხლა მივდივართ რა თემამდე რომ სიტყვაზე ელექტროენერგიის იმპორტი როცა ხორციელდება ჩვენი დეფიციტის დროს, სადღაც 5 ცენტად ყიდულობენ. როგორც წერია რა, წყაროები ესე ამბობენ, ასე ვთქვათ. ლოგიკურად ხდება კითხვა ჩვენ მაშინ რა გვინდა დენის გამომუშავება, აგე თუ ამისი 7 ცენტამდე ჯდება, 5 ცენტად იქიდან ვიყიდით და რაზე შევიწუხოთ, ვთქვათ, აუტკივარი თავი რაზე ავიტკიოთ. ეს ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ სტრატეგიულად რა თქმა უნდა არასწორია. მწვანე ენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ აგრეთვე ასე ვთქვათ არასტაბილურობას, რაც ეხლა ორმზის სისტემაც აჩვენა, ხო? დენის და გაზის ისე ნავთობის და გაზის მიწოდება შეფერხება მოხდა. ხო, ამიტომ სტაბილური რო იყოს, არ იყოს დამოკიდებული ქვეყანა ამ ნავთობის იმპორტზე, გაზის იმპორტზე და ასე შემდეგ. თუმცა მწვანე ენერგეტიკასაც აქვს თავისი მინუსები, რომ კალიფორნია ითვლება ყველაზე, ასე ვთქვათ, მწვანე შტატად და რამოდენიმე წლის წინ ძლიერი ყინვები იყო და იქ აღარც პანელები მუშაობდნენ, ქარის ტურბინებიც გაიყინა, ვეღარ ტრიალებდნენ და
თითოეულ ოჯახს სადღაც ზოგს 1500-2000 გადახდა უწევდა თვეში რომ არ გაყინულიყო. ეს მომენტიც იყო. მაგრამ ეხლა რაც შეეხება გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამ თემას, მე ვთვლი რომ საქართველოს მთავრობამ ამ შემთხვევაში სწორი ნაბიჯი გადადგა. კი, ეს ჩვენ გვირთყავს ეს ხუთი თეთრით გაძვირება ჩვენ ჯიბეს აკლდება, მაგრამ გეოპოლიტიკის და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და გეტყვით რატომ. ჯერ ერთი ქარის ტურბინების და მზის პანელების აშენება არის უფრო მარტივი ვიდრე ჰესის აშენება. მართალია ჰესის გამომუშავებული დენი იქ რაღაც 1.3-დან 3 თეთრამდე მერყეობს თუ რაღაც ეგრე შესყიდვის თვითღირებულება და მის შესყიდვის თარიღი. მაგრამ ჩვენც ვართ ეს თქვათ მოწყვლადი ქვეყანა ამ თვალსაზრისით, იმიტომ დენი არ ყოფნის. განვითარდებით კიდე უფრო მეტი დენი დაგჭირდება. ამიტომ რო არ იყო დამოკიდებული გაზზე, ნავთობის ფაზე, ალტერნატიული ეს ქარის გენერაცია და მწვანე ენერგეტიკა ჩვენც უნდა განმავითაროთ. იმიტომ რომ რყევებისაგან ვიყოთ დაცული. რაც უფრო მეტი გვექნება ჰესები, ეს ქარის ელექტროენერგია და ამ შემდეგ უფრო სტაბილური იქნება ჩვენი ქვეყანა ამ თვალსაზრისით და მივაღწევთ ენერგო დამოუკიდებლობას. მართალია ეხაც გაცხადებული აქვს ჩვენ მთავრობას რომ ჰესებსაც აშენებენ, გენერაციის თემაც გაიზრდება, მწვანე ენერგეტიკაც განვითარდება და მეტი ქვესადგურები გვექნება. ეს ძალიან კაია. ამიტომ ეს რომ რენტაბელური იყო და სტიმულირება მიეცეს, ამიტომ გაზარდეს ჩემის აზრით ეს ხუთი თეთრით დენის ტარიფი. დაახლოებით ეს არის რისი თქვაც მინდოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა ცუდია, რომ დენის ტარიფი გაიზარდა, მაგრამ საქართველოს ასე ვთქვათ სტრატეგიული განვითარების კუთხიდან თუ შევხედავთ, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო. თუ კითხვები გექნებათ, მომწერეთ, შევეცდები გიპასუხოთ, შენიშვნებით, აგრეთვე მომწერეთ კიდე რა თემაზე შეიძლება რომ რა გაინტერესებდა, რა თემაზე ვილაპარაკოთ. კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.